მეგობრებო, საერთო გაშლა ვნახოთ, ახლა თემატიკა იქნება ასეთი. რა ცვლილებები მოდის კარდინალური ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში? ისეთი, რომელსაც მზად უნდა დახვდეთ, თუ მაგალითად საჭიროება იქნება ამის ინფორმატიულად რომ გავიგოთ, თუ არა და რამე ისეთი სასიხარულო თუ მოდის, ამისთვისაც ერთგვარად მოემზადოთ და იყოთ მზად, რა კარდინალური ცვლილებები მოდის თქვენ ცხოვრებაში, გავიგოთ ერთი თვის პერიოდი იყოს პერიოდულობით და გაშლა მაშინ მოქმედებს, როცა ამოგივარდებათ რეკომენდაციაში ან ნახავთ იმ პერიოდზე, ანუ მნიშვნელობა არ აქვს, ეხლა ნახავთ თუ ერთი წლის შემდეგ ის ერთი თვის პერიოდი, რა კარდინალური ცვლილებები მოდის თქვენ ცხოვრებაში, საერთო გაშლა ყველასთვის ყველაფერი არ მოქმედებს, მინდა გითხრათ და დააკვირდით ხოლმე იდენტიფიკაციას. მიხარ თქვენ რომ გავიგოთ, რამდენად თქვენზე იქნება ეს გაშლა, ჩემი გაშლები არის ორივე სქესისთვის. შეგახსენებთ. შეყვარებული ადამიანი ამოდის აქ ორიენტასით ორმხრივია თქვენი სიყვარული და ემოციური ფონი, ძალიან გიყვართ, ძალიან ენდობით ერთმანეთს, ერთგულება, აქ უსიტყვოთ გესმით ერთმანეთის, ემოციურად ძალიან თბილად და ესეთი მზრუნველი სრულშიც ამოდიხართ ერთგვარად, ეს უფრო ალბათ მამაკაცების ენერგეტიკა მომდის, რომ აი რაღაცა გინდათ გაუკეთოთ სიურპრიზი, საჩუქარი, რაღაცნაირად გაახაროთ ყოველდღიურად თქვენი საყვარელი ადამიანი, მაგრამ სამიან ჟეზლით თითქოს მოლოდინის რეჟიმში ხართ თქვენი პარტნიორის, თითქოს რაღაცნაირად ელოდებით მის ქმედებას, მის რეაქციას, მის იმას, რომ იმოქმედოს თქვენთან მიმართებაში. ხუთიან პენტაკლი ამოდის, ასევე შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ ეხლა და კონკრეტულად ექიმთან ვიზიტი გჭირდებათ, ამ კარზე კონკრეტულად ექიმთან არის ადამიანი მისული და რიგში ზის თავის რიგს ელოდება, როდის გასინჯავს ექიმი. თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაწუხებთ, მინდა გითხრათ აუცილებლად მიხედეთ და არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი, თუ ასეთი გჭირდებათ. ერთგვარი რჩევის სახით მიიღეთ ჩემგან. ხუთიან პენტაკლი ასევე შეიძლება იყოს უბრალოდ ვირუსის სახით, გაციების სახით, რაღაცნაირი გრიპი, გამოფიტული მდგომარეობა ჯანმრთელობის მხრივ, რომ აი რაღაცა ძალას ვერ გრძნობ შენ თავში, ისე არ ხარ, როგორც სინამდვილეში როგორი ძალაც გაქვს და მუშაობის და ენერგია როგორიც გაქვს ხოლმე, აი რაღაცა დავარდნილია თქვენი ემოციური კი არა და შინაგანი ენერგეტიკა, ასე ვთქვათ, ამ მხრივ. ასევე შეიძლება იყოს ნაწილი, ვინც მონატრებაში ხართ თქვენი მეორე ნახევრის, თქვენი საყვარელი პიროვნების და მოლოდინის რეჟიმში გეხართ, ესე ვთქვათ, რომ აი როდის გამოჩნდება, როდის იმოქმედებს, როდის გავახსენდები, რატომ იგვიანებს ამას, აღარ დავიწყებ გარჩევას, მოდი პირდაპირ გადავალ, თუ ატყობთ იდენტიფიკაციას, რომ გავიგოთ რა კარდინალური ცვლილებები მოდის უახლოესი ერთი თვის განმავლობაში თქვენ ცხოვრებაში. ლაიკები არ დაგეზაროთ, ენერგოცვლისთვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია. ხო, რაღაცნაირი ხუთიან ხმალზე ხუთიან თასი ამოვითა, ასე ვთქვათ, რაღაცნაირი ცოტა შოკირებულ მდგომარეობაში ხართ, რომ აი რაღაცა პირველი სართული იწვის და მეორედან შველელს ეძახით, ვიღაცას უხმობთ საშველად, აი ეს არის თასები, მდგომარეობა, როცა შოკირებული ხარ ემოციურად, არ იცი რა გეშველება, ვინ გიშველის, თითქოს რაღაცნაირად ცეცხლის ალშია წარმოიდგინეთ პირველი სართული და ცოტა ხანში მეორე სართულამდე ავა, ამიტომ შველელს ეძებთ და ხელს უქნევთ, რომ ვიღაცამ გადმოგიყვანოთ იქედან, იმიტომ რომ თქვენ თავად ვერ ხტებით ერთგვარი შიშები და ესეთი სტრესული მდგომარეობა გაქვთ. აქ დახურული კარტი ამოდის ამ შემთხვევაში, ამ მდგომარეობასთან მიმართებაში, უბრალოდ შველელი. შველელს შველელი ცოტა მარტოობაშია, თქვენ ვისაც ეძახით ამ შემთხვევაში ემოციურ ფონზე მაქვს საუბარი, ცოტა მარტოობაშია ჩაკეტილი და არ მაქვს სურვილი რაღაცნაირად მდგომარეობა გავითვალისწინო და შენ გიშველო, თითქოს თავის ნაჭუჭში ერთგვარად ჩაკეტილი, მაგრამ საბოლოო ჯამში რაღაცნაირად გასაღები ამ ურთიერთობის კარების გასაღები შეგიძლიათ აარჩიოთ მდგომარეობა, რა მდგომარეობაში უნდა რა მდგომარეობით უნდა წაიყვანოთ თქვენი ურთიერთობა აი ამ პიროვნებასთან მიმართებაში.
ეს პიროვნება გამოჩნდება 9 პენტაკლით და ძალიან კარგათაც გამოჩნდება, შეიძლება საჩუქრითაც მოვიდეს ხელდამშვენებული თქვენთან, ცოტა ერთგვარი კრიზისული მომენტი აქვს ამ ადამიანსაც მინდა გითხრათ, საჩუქრით აპირებს მოსვლას, პაჟ პენტაკლი ესეთი ცოტა ბავშვური კარტია, შეიძლება ასაკში არის თქვენი ურთიერთობაში სხვაობა და ცოტა ასაკით თქვენზე პატარა იყოს და ამიტომ აჩვენებენ პაჟად, მაგრამ რაღაცნაირად ბავშვურია, ერთგვარი სურპრიზივით მოგიკაკუნებთ კარებს. ეს იქნება SMS-ის სახით, მოსვლის სახით, იმ დროს გამოჩენის სახით, რო არ ელოდებით, მაგრამ ეს კრიზისული მდგომარეობა რაღაცნაირად შეიძლება რაღაც პერიოდი გაშეშებული იყოს თითქოს თქვენი მოლოდინის ეტაპი ამ ადამიანთან ურთიერთობაში, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, გასაღებები არის ყველა თქვენ წინ. ნახეთ რამდენიერი გასაღებია იმისი არ ვიცი შეიძლება ბევრი თაყვანისმცემელი ყავთ გაშლის მაყურებელს და ეს გასაღებები სწორედ ის ადამიანებია ვინ უფრო მოგერგებათ ურთიერთობაში რომ გასაგებია ორიენტასით რომ სიყვარული და ემოციური ფონი გაქვთ და ორმხრივია მაგრამ ბევრი რაღაცები მხოლოდ სიყვარული აშველის ურთიერთობაში მარტო მიყვარდეს პლატონურად და არაფერი არ ხდებოდეს მეტი როცა ადამიანთან თავდაცვაშია და ერთგვარად არცალია ფინანსი არ ყოფნის თავისი პრობლემები იმდენი აქვს თავში სახლელი რომ სიყვარულისთვის ვერ იცლის და რაღაცნაირად თავის ნაჭუჭია ვერ მოახერ მხოლოდ სიყვარულს თავს ასე ვთქვათ ამ მდგომარეობას ამ ადამიანს რომ მოგაქციოს ყურადღება ამიტომ გასაღებები ყველა ვარიანტში რა სიტუაციაშიც არ უნდა იყოთ არის თქვენ ხელში და უნდა მოარგოთ იმ კარების გასაღებს რომელიც თქვენ გჭირდებათ ეს იქნება ურთიერთობა ზოგისთვის ეს იქნება რაღაცა ფინანსური ერთგვარი გასაღები, იმიტომ რომ 9 პენტაკლით არის 64-ის ბაღი კარტია, საერთოდ ძალიან უხვი ფინანსური წყალობა, შეიძლება თქვენ დაწინაურებაზე იყოს საუბარი და ის გასაღები უნდა იპოვოთ, მოარგოთ, რომელიც აი ამ ფინანსურ კარებს გაგიღებთ, ეს იქნება თქვენი ბიზნესის გახსნის სახით თუ დაწინაურების სახით ყოველს თქვენი გაქვთ საერთო გაშლაში ეს დეტალები ეხა რო აღარ მოყვე ყველა ვარიანტში გასაღები არის თქვენ ხელში და აი ამ გასაღების პოვნას დიდხანს მოუნდებით ერთგვარად იმუშავეთ იმაზე რომ აი ეს გასაღები მოარგოთ იმ სიტუაციას რა სიტუაციაშიც ახლა თქვენ იმყოფებით და გაინტერესებთ იმ კარების გახსნას კიდევ რა ცვლილებები მოდის თქვენ ცხოვრებაში 4 პენტაკლით ურთიერთობაში ვისაც პაუზა გაქვთ და ესე რაღაცა ბრმასავით მიდიხართ, მაგრამ თან ელოდებით, იმიტომ რომ 4-იან ხმალი ეს არის პაუზის კარტი ყველა ვარიანტში, აი პაუზაში გაშიშებულ მდგომარეობაში ვინც იმყოფებით იმ ადამიანებისთვის გეუბნებით, რომ ძველი მდგომარეობა უნდა გაანულოთ და აქაც გასაღები აქვს ხელში ამ შუტს, ეს არის შუთი 0 მაღალი არკანი, რომელიც ახალ ეტაპზე გადავიდა და ანულებს ერთგვარად იმ წარსულ უარყოფით ემოციურ ფონს, უარყოფით სიტუაციებს ადამიანთან რაც ქონდა დანაშაული მისი მხრიდან იყო თუ სხვის მხრიდან ყველა ვარიანტში ეს განულება ჭირდება ამ ურთიერთობას პაუზაში ვინც იმყოფებით იმ ადამიანებისთვის არის ეს ინფორმაცია აი გაშიშებულია და ვერ ხედავთ წინ რა გელოდებათ ბრმასავით მიდიხართ აი ესე ჯოხით რომ ხო მივყვები მაგრამ ამ დროს გაშიშებულია მდგომარეობა 6-იან პენტაკლით გეტყვით რომ ეს ენერგოცვლა, ეს პაუზა დიდხანს არ გასტანს და გამოჩნდება ეს ადამიანი რაღაცნაირად ენერგოცვლის აღსადგენად ფინანსური მხარდაჭერისთვისაც ზოგიერთისთვის ვისგანაც გქონდათ ასეთი ფინანსური ერთგვარი ბალანსი ურთიერთობაში და ფინანსურადაც გვერდზე ედეკით ერთმანეთს აი ეს ბალანსი აღდგება მთავარია რომ აი ეს ძველი წყენა იქნება თუ რაზეც გაქვთ პაუზა ძველი შეცდომები ერთმანეთს მიუტევოთ აპატიოთ მოინდომოთ რომ ახალ ეტაპზე განულებული მდგომარეობით დაიწყოს თქვენი ურთიერთობა იმიტომ რომ სხვანაირ ვარიანტში იგივენაირად ვერ გაგრძელდება ეს პაუზა გადაგივათ სხვა ვარიანტში დაუსრულებელ კონფლიქტში ანუ ბევრი რაღაცეები გაქვთ გასანულებელი და თავიდან ახლიდან დასაწყები კიდევ რა მოდის გაცვლილებები კარდინალური რისთვის უნდა იყოთ მზად აი სწორედ იმაზე რაზეც გეუბნებოდით უნდა დაანგრიოთ მე-16 მაღალი არკანით ეს კონფლიქტური სიტუაციები, სტრესები, ეჭვიანობები
თავს დატვინს, რაც გიხდით, ესე ვთქვათ, მოემსგავსოთ ურთიერთობაში, შეუწყოთ ერთმანეთს გაგება, ოჯახური სტაბილურობა, ვისთვისაც ოჯახური